ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა ხალხი ხელისუფლებას და ერთი აღესეთი რაღაცა შემოიტანა. ეხლა როგორც კი მოვათ ხელისუფლებაში, ხალხის ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხის მიერ არჩეული, მას შემდეგ დეპუტატი, რომელიც იქნება თქვენს მიერ არჩეული, თუ თქვენ ნახავთ, რომ ეს ვერ იმსახურებს თქვენ ნდობას, თქვენ გექნებათ უფლება, რომ გამოიწვიოთ და თქვა, ზმაო, შენ ვერ ხაჩავ და მოდი და აგერ უფრო ღირსეულია და ამ კაცს ავირჩევთ, ან ამას რა მნიშვნელობა აქვს. თავარია, რომელიც მოხვედავს, იმიტომ რომ მაჟორიტარ დეპუტატებზე ძალიან ბევრია ეხლა დამოკიდებული ამ ბრძოლაში რა, ამ ბრძოლაში სამართლიანი ბრძოლაა და ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებისთვის არის ბრძოლა და აი ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 1 ოქტომბერს დაგვირგვინდეს და ხალხს დაუბრუნდეს, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება. ხალხი არის მართველი, ხალხი არის ხელისუფლება. ხალხმა დემოკრატია არის დემოსის მართვა და არა ვიღაცის მართვა. ამასინათ მაშინ რა ქვია, ბაზარში დილაუთანია ლუკპაპურის საშოვნელად მიმავალ ხალხს ერთმა თავის ჭიშკრიდან შეძახა, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. თქვენ არ მომიკვდეთ ერთმა რაცია თავი გარშემო. რა გიყვეს, რა სამსალა გასვეს ასეთი ჩემო საქართველო, რომ ნახილს გამორიდებულ, გასავათებულ საქონელივით ოჩან მივაბიჯებთ კისერ გაშეშებული და საუკუნეების განმავლობაში ჩვენი საყვარელი ლოზუნგის გახსენებაზე ყურსაც არ ვიბერტყავთ. 21 საუკუნეში ჩემ ქართველ ხალხს არ უნდა შეეძლოს თავისუფლად იაროს, კაცო. და თავისუფლად ამოისუნთქოს თავის ქვეყანაში, კაცო. შიში 21 საუკუნეში შეიძლება ქართულ ხალხს გაუხადოს, რომ მეზობლის გადაძახებისა გეშინოდეს, კაცო. მეზობლის გადაძახებისა გეშინოდეს, ხეი წამოდი, მოდიან რაღაც არის შევხვდეთ და რატომ ჩემთან არ ახარო ამის გულისთვის შემიძულო, კაცო. ძალიან მართალი სიტყვა ითქვა ნამდვილად და ჩვენ ამ მართალი სიტყვის მომხრეები ვართ. ჩვენ ვართ გაჭირვებული ხალხი, ნამდვილად ჩვენთვის პოლიტიკასთვის ნამდვილად არ უცხელოდა, მაგრამ დღეს იმ დონემდე მივედით, რომ ჩავერიეთ პოლიტიკაში. გლეხს არ მე ასე ვფიქრობ, რომ გლეხი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, მაგრამ იძულებულები გავხდით ჩვენი გაჭირვებიდან გამომდინარე. განწყობა ძალიან საუკეთესოა, ყველას უნდა ცვლილება, ანუ ეს ცვლილებების განხორციელება გარდაუვალია, ყველას ეს ესმის, მაგრამ ეს შიშის სინდრომი მაინც აქვს.